გამარჯობათ, ეთერშია ჩემი მშვენიერი ლედის მორიგი გადაცემა. დღეს მე ვეწვევი იმ პირქუს შენობას, რომლის ბინადარნიც მოწყურებულნი არიან მშვენიერებასთან შეხებას, რომელთა სამყარო რკინის გისოსებს მიღმა მთავრდება. ალბათ მიმივხვდით, რომ მე ქალთა კოლონიისკენ მივემგზავრები. ქალი თვითონ არის თავისუფლება. იქ კი თავისუფლება აღკვეთილი ქალი მელოდება და რისი კეთილი ფერია ვიქნები, თუ მას ჩემ ჯადოსნურ ხელს არ შევახებ. და თუნდაც ერთ დღეს არ გაულამაზებ. მაშასე, ჩემი გადაცემის პატიმარ გმირს ნატალია ბოიკოს წარმოვიდგენ. მე ვარ ზონაში 1 წელიწადი და 9 წელი ოჯახი ქუთაისის ციხეში. მეგობართან ერთად ვიყავი სვანეთში წასული და იქ რაღაც მოხდა, რომ მივდიოდი იქიდან, წამოვიღე რა 10 გრამი მარიხუანა და რო ჩამოვიდი ზუგდიდში, იქ დამეჭირა მილიცია და მოხდი აქ. ჩვენ ახლა წავალთ სტომატოლოგიურ კლინიკაში მცხეთის ქუჩაზე, სადაც ნატალია უკვე ამ 2 კვირის განმავლობაში თითქმის ყოველდღე დადიძა. თუ რატომ? ამას თქვენ შეიტყობთ სულ ცოტა ხანში. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სტომატოლოგიურ კლინიკას სტიმულში, სადაც ექიმი სტომატოლოგი გიგა ქურიძე გვეტყვის თუ რა სამუშაოები ჩაუტარდა ნატალიას. ჯერ მაყურებელმა არ იცის, რომ ნატალია არ უკვე დადეს 2 კვირის განმავლობაში. ეხლა მინდა დავაზუსტო ერთი რაღაცა, რომ მარტო მე არ გამიკეთები აქ. კაბინეტში 6 კაცი მუშაობს და 6-ვე. 6 კაცი მუშაობდა ერთ ქალის კბილებზე, რა იყო ამისთანა გასაკეთებელი გითხარი? რა, კიდევ 3 კაცი და 3 ქალი. და რა გაკეთდა? ნუ გავუკეთეთ ახლა დაწყებული ქირურგიული სამუშაოდან ორთოპედიული სამუშაოს ჩათვლით, რაც მთლიანად მოიცავს მე მას რა ქვია მკურნალობის სრულ კურსს და ეს გაკეთა ძალიან მოკლე ვადაში, რაც მინდა რომ აღვნიშნო. როგორც მახსოვს, ნატაშას არ ქონდა ზედაკბილები არც ერთი, ხო? ძალიან ყვავილი ვარ და დიდი მადლობელი ვარ. ჩაუსვით კბილები რა, შედეგი თქვენ თვითონ შეგიძლიათ. ესე იგი ჯერ არა. ესე იგი უბრალო ველით რო გაიგოს მაყურებელმა ნატაშას ჩამოაძრეს ძველი ფესვები და ჩაუსვეს ახალი კბილები. დროთა განმავლობაში კიდე დაჭირდება ყურადღების მიქცევა, რამდენჯერმე და ალბათ მოვა და შესაბამისად ბოლომდე მივიყვანთ საკითხს. ძალიან დიდი მადლობა, მინდა მაყურებლებს შევახსენო, რომ სტომატოლოგიურმა კლინიკა სტიმულმა ეს სამუშაო აბსოლუტურად უსასყიდლოდ გააკეთა ჩვენთვის და ძალიან დიდი მადლობა მინდა რომ გადაგიხადოთ. ეხლა რა მაინტერესებს? მაყურებელს უთხარით, ჩემი კბილები ნამდვილია თუ ჩასმულია? ნამდვილია, გესმით? ნამდვილია. სადმივდივარ ჩვენ ახლა? ეხლა ჩვენ მივდივართ გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მაღაზია ლოტოსში, სადაც ჩვენ ამოგირჩევთ რაღაც საინტერესო ტანსაცმელს. ეს შენი ტანსაცმელია, ხო? ხო.
ეს საიდან აქვს ეს ტანსაცმელი? ეს ამეროზონაში შემოვედი, გავიცანი ერთი კაი მშვენიერი გოგო, რომელიც გახდა